დიდი ჯახის დღევანდელ ეპიზოდში ხილავს თაობათა დაპირისპირებას. აცერე ხელებიო. სადაც ჯენზის წარმომადგენლები ითამაშებენ მილენიალების წინააღმდეგ და გავიგებთ ძველი თუ ახალი, რომელი თაობა უკეთ იცნობს ქართულ ხალხს. ეჩემბა. ოიღო. თითოეულ მოუწევს 6 კითხვაზე ქართული ხალხის პასუხების გამოცნობა, ხოლო გამარჯვებული გუნდი სახლში დაბრუნდება 1000 ლარით. მე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დღევანდელი გადაცემისთვის გამოკითხეთ 100 ქართველი ადამიანი, უпроსტად უფრო მეტი ადამიანი გამოკითხეთ ჩემი Facebook ჯგუფის ლაშა და გამომწერებით დახმარებით, ამიტომ თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენც მიიღოთ გამოკითხვაში მონაწილეობა, ასევე პატარა ექსკლუზიური სპოილერები ჩემი გადაცემის შესახებ, აუცილებლად გადმოდით, გაწევრიანდით და მათი პასუხები უნდა გამოვცეთ. ჩემი გამომწერების და 100 ქართველი კომენტატორები გამხმოვანებლები კაი გამხმოვანებლები კომენტატორების წინააღმდეგ ტატო ვიეს ირაკ კითხვა ნომერი 1 რომელი პროფესიის ადამიანმა იცის ყველაზე მეტი საიდუმლო სხვებზე გამკუს ადვოკატი მიღებული ეს პასუხი და არის საკმაოდ კარგი პასუხია არის ასეთი პასუხი მეოთხე ადგილზე ადვოკატი ან იურისტი 10 ადამიანი ამბობს ახლა პირველზე მეგონა მღვდელი და სასულიერო პირი არის ასეთი პასუხი მეორე ადგილზე 21 ადამიანი ამიტომ ტატო გადაწყვეტს წაიღებს თუ არა მკითხვას კი ვითამაშოთ კი კარგი მაშინ დაუბრუნდით თქვენს ადგილს ნოდარი თქვენი ვერსია უნდა გააშხებოთ რომელი პროფესიის ადამიანმა იცის ყველაზე მეტი საიდუმლო სხვებზე და შენი აზრით ქართველები რას უპასუხებენ აი სადაც შეიძლება მიხვიდე და რაღაცები მოუყვე არ ვიცი შენი შესაძლოა იდეა დაწვდის ფსიქოლოგი ეგრე რა ხოდა არ მაფიქრდებოდა ანუ შეგიძლია ეს რენდომ დაგესახლე და პირველი პასუხი გამოეცნო რა თუნდოდა მაგას ამდენი ფიქრი არა ხოდა არ დამახსი ფსიქოლოგი არც ერთ შეცდომა ჯერჯერობით პირველ ადგილზე არის ფსიქოლოგი დიმა ჟურნალისტი ძალიან კარგი პასუხი და რომელიც არ არის იქნება უეჭველი ჟურნალისტი თავად ჟურნალისტის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ბატონო დიმა მაგრამ ასეთი პასუხი პირველი შეცდომა არა წარმოიდგინე ეხლა მე ისეთი პასუხი მაქვს გამზადებული რომელიც უეჭველი იქნება არა ნახე რომელიც შეიძლება ერთ-ერთ პასუხში შედიოდეს და მაგის დაზუსტება თემატური თუ იქნება გეტყვი რომ თემატურია შენ თქვი და თუ თემატური აუცილებლად გეტყვი ჩემი ვერსია არის ექიმი ფსიქოლოგთან თუ არა ისა თქო ახლა მე გეტყვით ასეთ რაღაცას რომ ეს არის სწორი პასუხი რომელიც არის მესამე ადგილზე რადგან მეორე ამბობდა ექიმი გინეკოლოგი ხო თუნდაც კი ბატონო ამიტომ ეს ფსიქოლოგი იყო ვინც წერდა ფსიქოლოგს ცალკე წერდნენ მაგის გაცობა შეიძლება ექიმი პროქტოლოგი არა ვილისში მაინც უფრო არა მაგ მიმართულებით ბოდიში ყველანაირი როლოგი გაერთიანებულია ამ ექიმში მეგობრებო ბოლო 4 გაქვთ დარჩენილი ნოდარი ის კაი ბევრია მეხუთე ადგილზე 5 ადამიანი ამბობს, მე-6-ზე 4 და მე-7 და მე-8-ზე 3 ადამიანი. ამდელია. ერთი ვერსია მაქვს ნახდათ იქნება. თუმცა იმათ მაინც ურთულდებათ ნებისმიერ შემთხვევაში. სისულელეს ვამბობ რა მასწავლებელი რატომაც არა. და ეს სამწუხაროდ მეორე შეცდომა. მოდი რა ისა გამომძიებელი იყოს გამომძიებელი. /დეტექტივი გამომძიებელი. არც მე-5-ზე აქვს, მე-6-ზე აქვს, მე-7-ზე არც მე-8-ზე არ არის ასეთი პასუხი. რაც იმან ChatGPT-ს ხო ვაკითხები. არა, ნოუთებში რაცა პასტაბურცელი. ამას გიკარნახებ, არ არის პრობლემა. რაო ChatGPT? არა, ChatGPT ნოუთებში ვწერე. Gemini იყო. ChatGPT მაგაზე რა უნდა გითხარ. თითო ვერსიას ქიმერა იტყვის, მე მაგდა და კამკუს შენ გადაწყვეტ. ერთი მეორე თუ საერთოდ მესამეს შენსაც დააფიქსირე. შენი ვერსია? ფრჩხილების სპეციალისტი. თქვენი ვერსია? დალაქი მიღებულია და თქვენ ერთს მეორეს თუ მე მგონია რომ ორივე არის სწორი, მაგრამ ამჯერად წავალ მაგდას მხარეს. გასაგებ. და მივიღებ ამ ასე ვთქვათ პასუხს თქვენ რა ვერსია გქონდათ უბრალოდ? ორი ვერსია არის პოლიციელი. და მეორე მეძავი. მეორე მეძავი. გამომძიებელი პოლიციელი რა ვიცი ხო ეხლა დეტექტივს ვაპირებდი მე კიდე თქმას. დიმას რო სწორი პასუხი გამოიცნა, შემდგომ მოსულიყო.
არც ერთი არ იქნებოდა იქ. დაგა. მაგრამ მე გეტყვით რომ ეს სწორი პასუხია. იმიტომ რომ მე 7 ადგილზე რომელიც არ უნდა გეთქვა, ჩემო კამპუს, ეს არის თემატური პასუხი. სტილისტი ან სალონში მომუშავე ადამიანი, 3 ადამიანი იძახის ამას და მე 7 ადგილი. გამოიცანით, რაც იმას ნიშნავს, რომ 88 ქულა წაიღო ჯეზი. გავხსნით ასეა. 0 არის. ლიბოლიში. მე 5 ადგილზე არის 5 ადამიანი მკითხავი. ხო მე 6 ადამიანს ეს ცოტა ნახე ფიტნეს ტრენერი ვარ. მე ისეთ სიტუაციაში ვარ. სახელოსნო ბარში ვიმყოფებით. ბარმენი. ბარმენი არის მეგობრებო. მე-6 ადგილზე პასუხი და მე-8-ზე არის ტაქსისტი. გადავდივართ მეორე კითხვაზე. რისი გაკეთება შეგიძლია, როცა პატარა ხარ, მაგრამ ვერ გააკეთებ დიდობაში? მე მივაჭიო თუ? ой, ზანსუდია ხომ არ ვიტყვი. რისი გაკეთება? შეგეძლო მიგეჭი. არ მინდა იყოს. აი ჭირე როდარ? დავაჭირე. დააჭირე უკვე მაშინ თქვი. რისი გაკეთება შეგიძლია, როცა პატარა ხარ, მაგრამ ვერ გააკეთებ დიდობაში? თქვი. თქვი ბიჭო. სახალხო ჩაფსმა. სახალხო. თორე ისე შეგილია. დიდობაში შეგილია, მაგრამ ვერ გააკეთე. მე გეტყვი რომ ეს არის პირველ ადგილზე, ჩასმან, ჩასურა. ჩადროშება. 42 ადამიანი იძახით ეს არის პირველ ადგილზე. წაიღებთ ამ კითხვას? წავიდე. 7 პასუხი. ანუ უნდა მეთქვა რა. დიმა, შენი ვერსია. რა შეიძლება გააკეთო, როცა პატარა ხარ, მაგრამ დიდობაში ვეღარ აკეთებ? რისი მაგი შეგიძლია? სპეციალისტია იქ იმ არა, ბიჭო. 7 პასუხი აქვს. თქვათ მიიღო რაც გინდა. მიიღო რაც გინდათ. მე მინდა გითხრათ, რომ ესეთ პასუხი არის მე-7 ადგილზე udardela ცხოვრება. რასაც ხო, ნუ იგივეა რა. ვამოს! გინდა udardela ცხოვრება არის 3 ადამიანი იძახის ამას. რატო? ორი ვერსია მაქვს. ერთი თქვი. რომელიც უფრო მომწონს ჯერ იმას ვიტყვი. აბა გისმენთ. შიშველმა იტანტალო. შიშველმა იტანტალო. არის რა თქმა უნდა ასეთი პასუხი მე-5 ადგილზე შიშველის სიარული 6 ადამიანი იძახის. ცხვირში თითი შეყოფა. პირში თითი არ არის. არ არის? გამომდინარე იქიდან რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს გაცემული ვიდრე 100, თითო გაცემულ პასუხებს არ ვიცი. ხო, არა, მესმის უმრავლესობა. არა 8, არამედ შეიძლება 20 პასუხი იყოს და ასაც, ამიტომ დიმა შენი ვერსია. აბა ეს შედაპელეს და არის. მე ვარ ახლა? დიახ. ერთი არის ძალიან მარტივი. ეს ხო, ისეთი ძალიან მარტივია, რომ ზუსტად ვიცი რომ ერთი ისეთი მარტივია, რომ არ არსებობს. და даже ორი ისეთი მარტივია. ორი ისეთი მარტივია, რომ გამორიცხულია, რომ ის ვერ გამოიცნობს რა. თმები მოკაჩო დას. მები მოკაჩო და. მაგას ვაპირებდი. გოგოს. გოგოს, ხო, დას, ნუ გოგოს რა. ჩვენ დროს ეგრე აღარ იყო რა. არა. არ არის? არ არის? არ არის? არ არის ესეთი პასუხი, გამიგდებათ და გაცილებით ლოგიკური პასუხები. რაღაცა კაც რა. თქვენ არავით ახლა მარტო ბიჭები რო ეგრე ფიქრობთ. აბა დატო დააბამოსე. ვა. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მეორე შეცდომა. კაი, სადაც გინდა, როცა გინდა, დაიძინო. ეგ არისო? ასეთი პასუხი, მეგობრებო. სამწუხაროდ, ჯეზის სამწუხაროდ არის მე მეოთხე ადგილზე 12 ადამიანი იძახის ბევრი ძირი შუა დღეს რო გძინავს ან ზოგადად ბევრი ძირი შეუძლია ბავშვს. ასე რომ არის ასეთი პასუხი. მაგარია. ხო, მე გეტყვით რომ მეორე და მესამე ადგილზე. მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ადამიანზე ვლაპარაკობთ რა, იმაზე არა შუბლის აღგვირვა გაწყვეტი. აი მეორე ან მესამე უნდა გამოიცოთ, თორე შეიძლება კიდე წაგართვან. მოპარვა ბავშვობაში რომ პასუხს არ მოთხოვენ, ბავშვია რა. რაღაცა რომ მოიპარო რა თქმა უნდა. ეს პასუხი მეგობრებო. ახლა ისევ ჯენზი ეცდება. არ არის ერთი პასუხი გაუჟღერე. მაგდას შემდგომ ქიმერა გაუჟღერებს და მაგდა გადაწყვეტს ერთი მეორე ან მესამე. მესამე. მოფიქრებული და შენ თქვი, ძილი. შენი ვერსია, რა შეიძლება გააკეთო როცა პატარა ხარ? აი შენ რო ასე დაერტყი თავში ხედ რაღაცა გამახსენ და და დაგავიცდა. ტირილი. შენი შენი ვერსია ტირილი. საჯარო ტირილი რა მაღაზიაში რა. ასე იგი. ქიმერას ვერსია? ხო რა, ხო. მუხლებზე და ფეხებზე. მაგდა რას ფიქრობს? მე უფრო ეს ხო არა, იმიტომ რომ ტირით რა ყველა ტირის რომ არის. აჰა. თქვენი ვერსია არის?
ხოხვა იყოს ალბათ. ხოხვა. არ უნდა იყოს ახლა ეს. ვერც ეგრე მგონია რომ არ უნდა ბატონს იყოს. თვის არ იყოს. ვინ გამოკითხეთ რა ხოხვა? ყავებს იწმევენ და ხოხავენ შეჭა მატრახებით და რამე ეს. ანუ რო დაფიქრდეთ. აი ეს კითხვა რო გავაჩიოთ ახლა 100 ადამიანი. ერთი ვარიანტი გითხრა? ხოხვას ვინმე იტყვის? ხო, მარა თქვენს, ხო? ერთი ვარიანტი გითხრა რა გონია რომ იყო ვან. აბა გისმენთ? ზუზუს ჭამა. ჩვენს კონდა ეგიდი. ზუზუს ჭამა არის მე-6 ადგილზე. ურა. მეორე ადგილზე არის ტირილი და ასევე გეტყვი ტირილი დროპ მაღაზიაში გაწოლა, რას თქვა კამკუსო? და ხო ქონდათ ეგ ვერსია ხო, რა პირილი. შეეხება? ხოხვას ასეთ პასუხი არ არის მეკობრებო? და დააგროვებული გულები დაეწერება ჩვენს კომენტატორებს. 63-ით 88 ქულა და მე გეტყვით რომ აგე თუ არა ტირის. ხალხო, მესამეზე იყო სათამაშოებით თამაში. 15 ადამიანი იძახის. მეგობრებო, ვასაპორტებ თქვენს გუნდელს, თქვენ დაასაპორტოთ, იმიტომ რომ ახლა მესამე კითხვა შემოვა ჩვენს გადაცემაში. კითხვა ნომერი 3. დაასახელეთ ცხოველი, რომელსაც ვერ ენდობოდით. რა უნდა ახლა გველი. არის ესეთი პასუხი? არის მეორე ადგილზე 22 ადამიანი. ამიტომ დიმა ახლა თუ გამოიცნო. მედეს. კარნახია არა, მედეს. რომელი პასუხია? შენ შეძლებ რომ ისევ წაიღოთ და ტურა. ტურა. ურა დამპალია ესე კი ბაზარია. პირდაპირ წავიღებ. წაიღეთ, არ არის პრობლემა, არ არის ესეთი პასუხი. საერთოდ? ვაფშე არ არის. აბა რა უნდა მეთქვა? ვემხვიდო? რა ყოველის მეტი რა იციან. პირველი კითხვა, რომელსაც უკვე თქვენ სცემთ პასუხებს. კამკუს, შენი ვერსია, მხოლოდ გველია გამოცნობელი. ქართული ზღაპრებიდან ვიტყოდი გველს. გველი უკვე. არა, ბოდიში კაცო მელას რა გველს. მელა. აი დიმა, შენ რო გეტყვა. აკუ და მელია, შენ წაიღებდი შესაძლებლობა, იმიტომ რომ 30 ადამიანი ეძახის მელიას. პირველია? პირველია. ანუ სწორად გიქ. 30 ადამიანი. ახლა შენ მაგდა ვაგზავნე. აუ, მელია ჩემი იყო. Really? რომელიც ცხოველია, ისეთი რომელსაც ვერ ენდობოდა. ხე ხა. ამ კამკუს. რა? არ ვენდობოდი ალბათ რაღაცა დიდ ცხოველს. აჩერე ხელები რო. ლომი. ლომი. გისმენთ რა ესეთ პასუხი. ესეთ პასუხი. მე მაქვს პასუხად ერთ შეცდომა. მაიმუნი. მაიმუნი. რა თქმა უნდა არის მაიმუნი მე-4 ადგილზე 15 ადამიანი იძახის. ვაგრძელებთ. მე მივხვდი სხვადასხვა სტილებს რო ეძებდა ამას. ეს მე ვიხდა საფაქაზე. ეს არ გავუკეთებია. ეს არ მივიდა ეს. ასე რა გამიგეთე. მივხვდი, მაგრამ მაიმუნი არ მიფიქრია, მაიმუნს რატომ უნდა ინდო და ლომს რა უნდა. მაიმუნს როგორ უნდა ხო, ეს საყვარელია. ვის შეიძლება რომ ვერ ენდოთ? კიდევ. ფიდველები შედის? ზოგადად ცხოველში ნებისმიერ რამე ანუ შედის. ფიდველით შედის ესე იგი. რა თქმა უნდა შევა. რავი, მე არ ვენდობოდი, რა ვიცი, აი ძალიან ცუდი ის მიჩნდება, აი ყვავზე მაგალითად. ყვავ. არ არის. მეორე შეცდომა. ობობა. ეხლა რაღაცას გეუბნებოდი. არაფერიც არაფერი. პასუხი მიიღე. მიიღეთ პასუხი დაფიქსირებულია კადრებში. ეს პასუხი არ არის საფუძველი. ობობა. რაც იმას ნიშნავს, კითხვა გადმოვიდა უკვე. ვამოს დატო, მიდი. 4-ია დარჩენილი. ნებისმიერს თუ გაარტყავთ, კი ბატონო. მე მგონია შენი ვერსია დატო? რომ მან უნდა იყოს კატა. კატა არის სტატუს ვერსია, ნუ დარდგენ ასე თქვით. ჩემი ვერსია არის ნიანგი. ნიანგი არის ნოდარის ვერსია და ახლა დიმა გადაწყვეტს. ერთს აირჩევს. მეორეს თუ საერთოდ სხვას დააფიქსირებს. საფინახია ნიანგის. რასაბი ნახე ნიანგი. ნიანგს რა და კატა. კატა. არასანდო ტიპია რა, კატა, რასაც ვახია, წპიერია. დიმა, ნოდარი გეუბნებოდა ნიანგს. მოგერა. რაც არ უნდა უცნაურად იყოს, შენ რომ დაგეფექსირებინა ნიანგი, ეს არ იქნებოდა სწორი პასუხი და არის კატა, რა თქმა უნდა, მესამე ადგილზე 17 სწორი პასუხი. ნიანგს. აი მან ობობა თქვა, ამან ნიანგი თქვა, რა გკითხეთო. რაც საქართველოში იმაზე ყვარი. მეხუთე ადგილზე იყო მგელი 7 ადამიანით. მე-6 ადგილზე სხვადასხვა რო დაიწყო ფინალზე საუბარი. მე რომ იტყოდა. ყამურა. თუთიყუში. აგერა კიმერამ გააძო. და მე-7 ადგილზე არის 4 კაცია, ამბობს და ან ძმა. რა?
უი ხო შინაური ცხოველის პოზიცია. ჩემს ძმას აუ რა გაწარებული ხალხია, წარმოიდგინე, აფუშება ის დაანძმა. 84 ქულა მეგობრებო წაიღო 157 ქულით 88 ქულა და ვაგრძელებ ჯერ დაძაბული თამაშია. აბა კითხვა ნომერი 4. რა შეიძლება დაგივარდეს და არა იყო? აუ დიმას უჭა. მაგრამ ეს ბაზარი არის იმისთვის რომ დააჭირა. დაგივარდეს და რაო? და არა იყო. არა იყო. რა შეიძლება დაგივარდეს და საფონი. თქვენი ვერსია არის არა, საფონი შეგიძლია აიღო, მაგრამ კარგი დღე არ დაგადგება. ტატო, სამწუხაროდ თქვენმა გუნდმა არნახიც არ იყო უფრო ყვირილი იყო. თქვენს მაგივრად გადაწყვიტა რომ საფონი დაეფიქსირებინათ. პასუხი მიღებული. არ მინდა საფონს დაფიქსირება. აი, კაცო ვიხუმრე, რა იყო? და არის მეგობრებო ასეთი პასუხი. არის ვარდაყო. ნახდა პირველია. მაგრამ ბოლო ადგილზეა. მხოლოდ 3 ადამიანი ძახის არის მე-6 ადგილზე. მაგდა გონება მოიკრიბე. ნებისმიერი რამე რომელიც იქნება საფონზე მეტი ადამიანით გაწეული. შენ წაიღებ კითხვას. შენ რას ფიქრობდი? რა შეიძლება დაგივარდეს? აი დაგივარდეს და არა იყო რა. რაღაც შეიძლება დაგივარდეს. ჩუპა-ჩუპსინო. საჭმელი. მოგეულოს. ჩემი თავი საჭმელი, საკვები, ოღონდ ამიღია. ნახისაც აბობდნენ, ზოგადად საკვები, აი ნამცეცი რაღაცა თუ იქნება. კანფეტები ჩედის მაგაში. საჭმელი ნებისმიერი ტკბილეული არის მესამე ადგილზე 19 ადამიანი და ოღონდ მე მჯერა რომ ყველას აუღია. კითხვა მიგავთ ხო ალბათ? კი აბა. ასე რომ ვაგზავნეთ ქიმერ. თქვენი ჯერია. სიგარეტი. სიგარეტი, რა თქმა უნდა არის ასეთი პასუხი მე-4 ადგილზე 10 ადამიანი ამბობს სიგარეტი. ხო, გაგიკვირდებათ და პირველი და მეორე ჯერ კიდევ გამოსაცნობია. ის წამალი რა ვიცი. წამალი, რა თქმა უნდა შეიძლება წამალი, ეს შეიძლება მეგობრებო. აი წამალი მე ბავშვობაში მას ოდ დაგიوارდებ აღარ უნდა აიყო ბინზი. აი, ორი აქვს ხო შეცდომა? ერთი შეცდომა აქვს, ერთი შეცდომა აქვს. ჩემ ჯერია? დიახ, თქვენი ჯერია. ტბილის ჩოთქი? ტბილის? ჩოთქი. ტბილის გამორიცხული. ნამდვილ ჯაგრის. მიტყოდა ბიჭო. ჯაგრის. იღებ მაგა ხო ანუ გადააგდება. ჯაგრისი. ჯაგრის უნდა აიღო და აი, ეგრო იყოს, ეხა თავს მოიკლა მართლა. არ იქნება შანსი არ არის. არ არის მეგობრებო. ქიმერ უნდა უნდა დაგხვდა. უშველო შენს გუნდს. ბავშვობაში ხშირად მივარდებოდა სიტყვაზე ხუთეთრიანი და არ ვიღებდი ხოლმე რა. ხუთეთრიანი ასე და რომ- დიდობაში იღებ, იმიტომ რომ მიხვდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების და მე ჩამოგართმევ ხელს რადგან ეს არის პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ხუთეთრიანი ხურდა ფული 41 ადამიანი იძახის ხურდა ფულს რომელსაც დაგივარდება ხუთეთრიანს და არაი გამოსაცნობი არის მეორე და მეხუთე ადგილზე მყოფი პასუხები რიმტარირო რიმტარირო ასეთი მოი ეგეთი კი არა სკალპერი რა დაგივარდება არ უნდა აიღოთ არ უნდა დადო ეს და გაწმიდო სკალპერი რა ამჯერად ჩამოგართმევთ ხელს წავაგეთ და ეს კითხვა გადავა ჩვენს კომენტატორებს ორი და მეხუთე, მეორე და მეხუთე? ვაჟღერებთ ჯერ დიმა მე ნოდარი და ტატო გადაწყვეტს დიმა თქვენ რას ფიქრობთ მე რასაც ფიქრობ, ის რომ დაგივარდებ, იმას ვერ აიღებ. არ ვიცი ეგ თქვენ უნდა დაასრულოთ მაგას ვიყოდე, ბიჭო. შეგიძლიათ ცნა ვაგონია. შეიძლება არა, ბიჭო, სხვა რამეს გულისხმობ მე. აა, იმან აღებით ვერ აიღებ, გაიგე? მაგას არ ვიტყვი. არის ჟანრში. სამოყენება შეგიძლია. გამოცოცხლება. აბა გისმენთ თქვენი ვერსია უჭელი რამე. ჭურჭელი. ხდება რა, აღარა. ნუ თებში უნდა თქვა რა, ხო, მაგრამ. თებში ჭიქა რა. ნუ კაი, იყოს თებში და მე ვიტყვი და თავის არ შეგვიძლია თქოს? კი, კი. კი რა თქმა უნდა უბრალოდ შეგიძლიათ შესთავ თუ არ გაქვს ვერსია შეგიძლიათ თქვა რომ აი არა, ვერსია როგორ არ მაქვს, მაგრამ ხო, მაშინ გქონდა, მაგრამ. შეგიძლიათ კაი, ჩემი ვერსია. კაი იყოს. კაი დიმას ვერსია გასაგებია ნოდარის ვერსიაც გასაგებია რომელიმეს აირჩევთ თუ არა, იმას არ არის. გასაბობთ ო მაგას ფიქრობდი ეს თქვენი ვერსია და აფიქსირეთ სარეჭი რეზინი მგონია, სარეჭი რეზინი. და მე მინდა გითხრათ რომ 22 ადამიანი ძახის საღეჭრეზე რას ამბობ? მეორე ადგილზეა ბრავო, საო. საიდან ბან გეწავს? და მეგობრებო 95 ქულა წაიღეს ჩვენმა კომენტატორებმა მეხუთეზე არის ხელსახოცი სალფეტი აუ, კაი, რა ბაზარია. ცხვირსახოცი შეიძლება და გესკა იდეაში, მაგრამ ცხვირსახოც აიღებ გარეთ. ხელსახოცი სალფეტი არის მეხუთე ადგილზე მეხუთე კითხვის დრო არის
ქიმერ, კიდევ ერთხელ უნდა დაქვაჩო, კიდევ ერთხელ. რა თქვა? შევეცდები. დაასახელეთ პროფესია, რომელსაც ეშინია ჩაანაცვლოს AI. მემონტაჟი. მემონტაჟე. ძალიან კონკრეტული რაღაცები იყო ნათქვამი რა. ამიტომ არ არის სამწუხაროდ ეს პროფესია. თქვენი ვერსია. მარტო ნოდარ მომნახავს ხო? ხო, არანაი კარნახი. ახმას არ ვიღებს, რა ის ისე მიყურებს. იმიტომ რომ ეხლა ვიტო მე არ ძალიან ვიყო დაძაბული. მანჩესტერის ვალეში. ამდენი უკითხებ, დიზაინერი? დიზაინერი. სწორია. იქნება უეჭველი. დიზაინერი არის. უეჭველი იქნება. კი. და არის პირველ ადგილზე. აჰა. და 27 ადამიანი 27 ბაბოს. დიზაინერს ვერ გავაერთიან შემოძმაო ედიტორი მაინც სხვა არის და დიზაინის მიმართულება გრაფიკული დიზაინი მაინც absolut სხვა. ამიტომ თქვენ მიგაქვთ როგორ ხვდები ეს კითხვა და 7 პასუხია ჯამში. დიზაინერი მიდიაბა. ვაგრძელებთ იმ მე ლექტორი. ლექტორი. არის ასეთი პასუხი მე-4 ადგილზე მასწავლებელი ლექტორი 14 ადამიანი იძახის. ბუჯო, ერთი არის ისეთი პასუხი მაქვს, რომ ანუ რეალურად შესაძლებელია მაგის ჩანაცვლება, იმიტომ რომ კეთდება. არა, ხალხი რამდენად იფიქრებდა მაგას ხო, მაგითენ წა. აი ეგრე, თორე ისე გამხმოვანებელი. რატო არ ვიცით მე რამდენად უნდა ჩამოგართვა ხელი და პირველი შეცდომა არის ესეთი. უკვე ვიცოდი, რომ შეცდომა იყო. სცენარი? სცენარისტი. მიღებულია ეს პასუხი და ეს მეორე შეცდომა. აი, ისა, მაშინ მეგეტყვი იმას. აბა გისმენთ? უნდა ეს უკვე მეორე შეცდომა აუცილებლად უნდა გამოიცნო ტატო ვეცდები. აი ყველაზე ხშირად ალბათ რაზში იყენებენ? იმათ კაც კარნახობ ახლა მაიცა. თქვენს პირველ რიგში თქვენ კარნახობთ, რომ მესამე შეცდომა არ ჩვენ ეჭვი მაქვს რომ დაუშვებთ ეს არა, ნუ ამას ან მე ან დიმა და მაგითო. მიგებისთვის იყენებენ, ხა მარტო იმისთვის ხო არა რომ რაღაცა ვიზუალი. ნუ მოდი ანიმატორი ვთქვა. ანიმატორი. მოგწონთ ეს პასუხი? მოგწონთ. მე თქვენს ადგილას არ მოვიწონებდი, იმიტომ რომ ახლა თქვენ მოგიწევთ ფიქრი, ეს არ არის სწორი პასუხი. მხოლოდ და მხოლოდ გამოცნობილი არის, მეგობრებო, 2 პასუხი. 5 პასუხი გაქვთ დარჩენილი. ამიტომ ჯერ შენი ვერსია უთხარი, დაასახელეთ პროფესია, რომელსაც ეშინია რომ მალე ჩაანაცვლებს AI. ჩაანაცვლებს AI, არ ვიცი. ანუ რასაც უკვე ანაცვლებს და არის მაგის პრეცედენტები, ეს არის სამართლის კუთხით მომუშავე პიროვნებები რა, იურიდიული განათლების მქონე ადამიანები რა. ეს თქვენი ვერსია. მაგდას ვერსია. მაგდა, არაფერი. კონსულტანტი. აი ხო, იყოს მაინც ვაფერე მოფიქრე. კონსულტანტი არის მაგდას ვერსია. თქვენ ერთს აირჩევთ, მეორეს თუ თქვენსას დააფიქრეთ. თქვენ რამე სხვას ფიქრობთ? ჩემსას დავაფიქრე. შენ რომას მე სხვა რამეს ვფიქრობ. მე ვფიქრობ ექიმს, რადგან რაღაცა ქონია სხეულზე, გადამიღია ფოტო, მიჩვენებია, უთქვამს ყველაფერი AI. რენტგენს რო გადაიღებს ადამიანი, აი იქამდე შეუძლია ამოიცნოს კიბოს უჯეტები, სანამ ვაფშე გაჩნდება. ექიმს აფიქსირე. შეიძლება ეგეთ ერთხვა. მე რა მიქრა, მე არ ვიცი ზუსტად რომელ პროფესიას ჩაანაცვლებს მომავალში AI, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი სწორად გამოყენებით არათუ ჩაგვინაცვლებს, არამედ შეგვიძლია რომ ჩვენი საქმე უფრო მეტად გაამარტივოს და ამის ნათელი მაგალითი არის ჩემი ერთ-ერთი სპონსორი USA to Georgia, რომელმაც შექმნა იდეალური AI ასისტენტი კაიას სახით და მის შესახებ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის მოწოდებული. აქვე ხას კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ კაია უკვე სინქრონიზირებულად მუშაობს Amazon-ის AI აგენტთან Rufus-თან ერთად. ერთი სკრინის მეშვეობით იგი ავტომატურად შეგივსებთ ყველა ტრეკინგს, გააკეთებთ დეკლარაციას და მოგიშორებთ აი ამ შავ სამუშაოს. და დაგიზოგავთ რა თქმა უნდა დროს ამ ყველაფერს აკეთებს ქართული კომპანია USA Georgia სახით საქართველოში, რომელიც ნერგავს და ავითარებს AI ტექნოლოგიებს. მადლობა USA Georgia-ს რომ ჩემი არხის სპონსორი. მე გეტყვი რა ვერსია, მე გეტყვი რა არის მაგდა. აბა, სახიობი. სახიობი? მაგდას უნდა იყოს მაგ. არა, არ არის სახიობი. პროგრამისტი იყო მეორე ადგილზე. ბუღალტერი იყო მე-5 ადგილზე 12 ადამიანი, სოცმედია, ნუ კონსულტანტიც გააჩნია რა მართლობით იძახი. მე-7-ზე იყო თარჯიმანი, მე-6-ზე იყო სოცმედია ოპერატორი. და მე-3-ზე არის ექიმი, მეგობრებო და გილოცავთ, ქიმერ. კიდევ ერთხელ 16 სწორი პასუხით მე-3 ადგილოსანი გამოიცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 242-ით 145, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჯეზი ისევ თამაშია. ზირედი, მაგრამ ისევ თამაშია. ბოლოა? გადამწყვეტი კითხვა. მე-6 კითხვა. გამკუს. აბა, დაასახელე ის, რაც შეიძლება მორჩა.
ყველაზე უფრო რენდომ ადამიანი. დაასახელე ის რაც შეიძლება. ხო ხოტი შერო შეგიძლია ადრეს დააჭირო? კი, უნდა გამწე ხაფა. ბანანი. და ის არის სწორი პასუხი. ეხა დავასრულებ კამკუს შენთვის. იმაზა რა. დავასრულებ და შენ თავარია მე გეტყვი რომ ამ კითხვას აქ 7 პასუხი. რომელიღაცა უნდა გამოიცნო. ყველა უნდა წაიღოთ რომ ნუ მოიგო. დაფიქრე. დაასახელე ის რაც შეიძლება გამოიყენო სკამის ნაცვლად. აი რა, ხო. დაასახელე ის რაც შეიძლება გამოიყენო სკამის ნაცვლად. შეიძლება სკამის ნაცვლად. აღის. ბანანზე ვერ დაჭრება. დაჟდები. რატო ბაზღვაზე არ არის ბანანი ბათუმში? გასაგებია. რეკომენდირებული არ არის ზოგადად ბანანზე დაჭრება. ზოგადად. აი პროქტოლოგიო წეხა რო კითხულობდით მაგათი რეკომენდაცია. მიდი გაიწე, დაიწე. აბა გისმენთ. ანუ პირველი ასოციაცია რაც მიჩნდება რომ დამინახავს მილიარდში არის ჯერ კი რო არის რა ფილმებში დაждდება. ნუ კუნძი რა. კუნძი, რა თქმა უნდა, არის ასეთი პასუხი მეოთხე ადგილზე კუნძი მორი 13 ადამიანი. მეოთხე ადგილზე? მეოთხე ადგილზე. მიგაქვთ ეს? ყველაზე ვიცი მეც იქნება. და ახლა ცოტა დაიძაბა. დაიხარჯება ყველა პასუხი. 7 პასუხიდან ერთი გამოცნობილია. თქვენი მიზანია რომ კარგად დაფიქრდეთ, რაზე შეიძლება დაჯდეს ადამიანი სკამის ნაცვლად. კუნძი გამოცნობილია, ბანანი არ არის სწორი პასუხი. კიბე წესით. კიბე არის რა თქმა იქნება. უნდა. ასეთი პასუხი მე-7 ადგილზე 5 ადამიანი ძალიან იწევს. ბოლოსია. ნუ კიბეს დაჟდომა ცოტა რთული არის. კიმერ, თქვენი ვერსია. იატაკი. იატაკი. შვენიერი პასუხია. მესამე ადგილზე არის იატაკი ან ზოგადად გარეთ ბარდიულზე, სადმე ძირს რო დაჯდე, ამბობს 15 ადამიანი. 3 გამოიწეს. 3 გამოიცნეს. დარჩენილია მეორე და პირველიც დარჩენილია. დაზაბულია. ანუ მე ახლა ვიტყოდი რავი თუ არ ჩამერთლება სკამი არ არის ახლა დივანი რა. დიახ. დაჯდებით დივანზე რა. ეს პირველი ნათესავია, შეცდომა არის, რადგან დივანი გასაგებია რომ ნათმა. იგივე ხო და მაშინ თუ იგივეა მაგ ხო თქვი ახლა მაშინ სხვა მათქმევინე. ვერ გათქმევინე სხვას. ეს ერთი გაგიტარა, ეხლა მეორედ აღარ გაგიტარა. ანუ ეხლა უნდა მიხვდეთ ამ შეცდომით, რომ ისეთი რაღაცა, რომელიც არ ვიცი, სკამთან ძალიან ნათესაურ კავშირშია, წესით არ უნდა იყოს ალბათ. თორე თემატურად ჩაგითვლები მაგ პასუხს. სკამის ნაცვლად რა შეიძლება თარო? ჰა? აუ, ტუმბორა რა თარო. აუ, რა გაცინებს? როგორ თქვით? ტუმბოჩკა. არის ესე ისინი. არ არის. აუ, რატო არ არის? შენ უნდა გამოგესნო ეს პასუხი, შენი სახელიდან გავდე. გისმენთ? ვაიმე. მაგით. ეჩება. ოიღო. არის ასეთი პასუხი. მაგიდეს თქვა ზომიერად. არა, მაგიდა. ლაშა მიუტრიალ და მაგდას და უთხრა რომ მაგდა შენ უნდა გამოგეცნო ეს შენ სახელიდან გამომდინარე. ამან რა. პირველ ადგილზე არის მაგიდა. ანდალი საქართველოს თასის ფინალში ხალხო. ყოჩა. წამყვანო უკანახა პასუხი. კამკუს. ორი დარჩათ ხო გამოსაცნობი. მეგობრებო, თქვენ აქედან ერთ პასუხს უეჭველი გამოიცნობით ხა კომენტატორები ხართ და ყველა ვარიანტში გამოიცნობით აქედან ერთ-ერთი პასუხს. აი თქვენზე რო მინიშნა პასუხს ხო მისცემ კიდევ. ანუ, იმიტომ რომ კომენტატორები არიან და ერთ პასუხს უეჭველი გამოიცნობდნენ. კომენტატორები ახლა ძელი. თქვენ რომელი პასუხი აი თუ საერთოდ წარმოდგენა მქონდეს აი რომელი პასუხი ეს? ეს ვავასი არის? სად შეიძლება დაჯდომა? დიახ, რა შეიძლება გამოიყენოთ სკამის ნაცვლად? ანუ რაღაცას მანიშნებს ტიპი და ვერ ვიგე. ანუ რას განიშნებ ეხა რაღაცა ამან საერთოდ ძელიო და რა შუაშია საერთოდ ძელი? აფშოშა. არაფერ შუაშია ეს კომენტატორები რა შეიძლება უყურებდნენ? აუ მეუტანა და პენალტი დაუდო 99 წუთზე. რას კარნა ხოთი ვიცი გაუჩე მაინც შელის. ქვაზე რა. ქვაზე არის ესეთი პასუხი მეგობრებო, რა თქმა უნდა, ქვა აგური. მეორე პასუხი გამწვენ. ქვა აგური არის მე-5 ადგილზე 10 ადამიანი იწევს. რა თქმა უნდა. თქვენი ვერსია? ბურთი. ბურთი! არა, მაგას ვიძახთით. ოხრასა! კომენტატორები მერე ისეთი შიგნების მუსიკა მოძრაობა პენალტი და ურავე დაგჭირდეს. კაცში ხალხო დაწერეთ თუ რამე ვიპასუხეთ. მე აკეთებ
ბურთი მარტო ფეხბურთის თუ გალათბურთის ბურთი შეიძლება. ეს ტური მე მგონი შენ მოიგე. ასა მოიგო 1000 არის და. ჩვენ თვითო გადაგიხდით 1000. გისმენთ კიმერ თქვენი ვერსია ჩემი ვერსია ადამიანი კაცია ადამიანი. მე ვარ პასუხი გამწევ კალთა მე ბოდიშ ვიხდით მართლა ვერ გამოიცნობენ რაღაცა. არის ასეთი პასუხი მეგობრებო მეორე ხო წინ ვარ ჯერ ადგილზე კიდე. კი კაცო და ახლა გამკუს თქვენი ვერსია აუ კიდე ეხლა ჩემი ბოლო არის ხო თუ იგებთ, თუ ვერ იღებთ, მაშინ აკეთებთ. ლაშა, აქეთ გამოიხედე შენ. შენ ძალიან საფათო გახდი რა უკვე. თქვენი პასუხი არის უნაგირი უნაგირი არა. რატო მე ზუსტად ვიცოდი აა. ამ კითხვაზე არა, სულად იცი არ, უნაგირი შეიძლება. არა. არა. მე მგონი არ არის. მე ბოდიშ მოვიხდი მე საერთოდ არ მეგონა რომ ამ სცენარით განვითარდებოდა მაგიდან აქედან გამომდინარე რომ ცდილობდი რომ უბრალოდ მეკარნახა რომ კონტენტზე რაღაც ცოტა დაძაბულობა არა, ყოფილიყო რა გინდა, და მოვედით. უნაგირი არ არის მეგობრებო პასუხიდან გამარჯვებული გახდა ჩვენი კომენტატორების გუნდი მადლობა. და ჯენზი სამწუხაროდ აი ბევრი არ ძიმე დაგაგაბა, ბრძოლაში ლოგიკურად დამარცხდა. წახვედი. შემოდანი იყო პასუხები და გამომდინარე მეგობრებო ცოტა გავრისკე იმიტომ რომ კონტენტი დავდგით არაფერი ძალიან კარგი იყო. გამარჯვება ღირსეულად არაფერი არ ამოჭრა, ბიჭო. თუ მოგეწონათ მეგობრებო აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს გამოიწერეთ მეგობრებო არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ ვინ მოვიწვიოთ შემდეგ ეპიზოდში გისურვებთ ყველას წარმატებებს მადლობა ყურადღებისთვის მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველას. ჯენზის წარმატებები ყველაფერში. წარმატებები.